მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ გადაცემა თევზაობის დროს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის ზღვაზე, მარკეტილის მხარის პატარა ზღვას რომ ეძახით, სადაც საქართველოს ფიდერის თევზჭერის ფედერაცია ატარებს სამყარო ფესტივალს ფიდერის თევზჭერაში. მონაწილეობს 80 სპორტსმენი, რაც არის ძალიან ესეთ დიდი მასშტაბური ტურნირი, უპრეცედენტო შემთხვევაა. ზოგადად წესებზე და დეტალებზე აუცილებლად, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ყველაფერს. მეც ვარ ტურნირის მონაწილე. მოგვიახლოვდა მსაჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეამოწმოს ჩვენი დასაკვები, რადგანაც არის შესაბამისი წესები და არ უნდა გქონდეს რაღაც გარკვეული ინგრედიენტები გამოყენებული. ტურნირში დარეგისტრირდა 4 სპორტსმენი, რომელიც არის შესაბამისად ერთი გუნდი და განაწილებულები ვართ ერთ სექტორში 2 წყვილი, ანუ 2 წყვილი. არის A და B სექტორი, მე და არჩილი ვართ ერთ სექტორში, 15 მეტრიან სექტორში და ჩვენი მეწყვილეები, დანარჩენი 2 ადამიანი არის B სექტორში. გადავინაცვლოთ ჩვენი დასაკვებისკენ. დასაკვების შემოწმება მიმდინარეობს. ახლა ყველაფერი ამოვალაგოთ. შეგვიმოწმ საჯმა დასაკვები და ყველაფერი რიგზია, რა თქმა უნდა, წესების მიხედვით გავაკეთეთ. ხა შეგვიძლია უკვე მივიტანოთ ჩვენ სათევზაო ადგილას და მოვიწყოთ პატარა კუთხე. ძალიან საინტერესო ტურნირი, რადგანაც ამ ხელა მასშტაბით არასდროსაც ჩატარებულა არც ერთი ტურნირი და ფიდერის ფედერაციამ ძალიან მაგარი შედეგი გააკეთა, ამით რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი და მოყვარული მოიზიდა სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტული თევზაობა მიდის წინ, რაც ძალიან კარგი და მიხარია, ამიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება სპორტული თევზაობით, მით ნაკლები დარჩება ბრაკონიერები, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს ბუნებას და წყალსაცავებს. როგორც მოგახსენეთ, 4 კაციანი გუნდები გაკეთდა. შესაბამისად ჩვენი სახელით გამოვდივართ Forward Boys, ანუ ტივტივის ბიჭები, როგორც ტივტივის ფედერაციამ აუჩიეთ შესაბამისად ესეთი სახელი და იმედი მაქვს, რომ რაღაც გარკვეულ შედეგს დავდეთ. საქართველოს ფიდერის თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი ინტერვიუს აძლევს ჩვენს გადაცემას. ამ ფესტივალის ფორმატი არის შემდეგი. ჩვენ მოვიზიდეთ მოყვარულები და დავუსვით გვერდით პროფესიონალს. ანუ თითო გუნდში არის 2 ტანდემი და თითო ტანდემში შედგება ერთი მოყვარულისგან და ერთი პროფესიონალი მეთევზისგან. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ის მოყვარულები, რომლებიც წელს უკვე დარეგისტრირდნენ ჩვენს ფედერაციაში და ჩაერთვებიან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მოყვარულთა ლიგაში, აი ამ სპორტსმენებმა მიიღონ, რაც შეიძლება ესეთი ინფორმატიული და პრაქტიკული გაკვეთილი აი ზუსტად იმ პროფესიონალი სპორტსმენისგან, რომელიც გვერდზე დაუждდება 5 საათის განმავლობაში და ასწავლის იმ ყველა ნიუანსს, თუ როგორ უნდა ითევზაო სწორად და ეფექტურად, რომ ტურნირის განმავლობაში მიაღწიო წარმატებას. იმის გამო, რომ სწორედ აქცენტი მოყვარულებზეა გაკეთებული და დამწყებ მეთევზეებზე. ამიტომ ჩვენ ძალიან არ შევზღუდეთ სატურნირო წესდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ იმ აღჭურვილობით, რაც გააჩნია დამწყებ და მოყვარულ მეთევზეებს, შეიძლებოდათ მონაწილეობის მიღება. თუნდაც არ შევზღუდეთ მინიმალური ბადის სიგრძე, თავარი იყოს შესანახი ბადე რბილიქსოვისგან დამზადებული, რომ თევზი შევინახოთ ტურნირის ბოლომდე ცოცხლად და აუნებლად. დანარჩენი ტურნირის წესები სტანდარტულია, პრინციპში შეესაბამება ერთ-ერთში საერთაშორისო წესდებას. თევზაობა ხდება მხოლოდ ფიდერის აღჭურვილობით, დაკვება ხდება მხოლოდ საკვებურით. არ შეიძლება მარტო სიმძიმით თევზაობა, შეზღუდულია სადავის სიგრძე, მინიმალური სიგრძე 40 სანტიმეტრამდე. სატყუარად დაშვებულია მხოლოდ ცოცხალი კომპონენტი ან მარცვლეული, აკრძალულია ყველანაირი პოპ-აპ საშუალებები. ეს არის ძირითადად ის წესები, რაც მოქმედებს აი ამ ტურნირზე. ნახოთ აბა დღეს დღევანდელი ტურნირი როგორ ჩაივლის. ზუსტად 10 წუთში იქნება მასიური დაკვების სტარტი და აქ ატყდება ერთი ამბავი. პირველი შეეჯიბრებიან იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაკვები გავუშვან წერტილზე 10 წუთის განმავლობაში. საკმაოდ ისეთი კაი სანახავი იქნება. გაისმა დაკვების სტარტი, ახლა სპორტსმენებს შეგვიძლია უკვე რომ დავკვეთოთ ჩვენი წერტილები და მეც პირველ გადაგდებას რა თქმა უნდა ვაკეთებ. 10 წუთის განმავლობაში არის დაკვების, ასე ვთქვათ, დრო და ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მივუწოდოთ თევზს დასაკვები. თავისთავად რაღაც გარკვეული ტაქტიკები ყველას გვაქვს, ყველა გუნდს და ვნახოთ აბა რა გამოვა. ვინ აჯობებს, ვინ გააჭერს ყველაზე მეტ თევზს, რომელი გუნდი 5 საპრიზო ადგილი არის, ანუ პირველი 5 გუნდი
მიიღებს პრიზებს და შესაბამისად ისინი გახდებიან ტურნირის გამარჯვებულები. წელს ფედერაციას საკმაოდ ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, წელს შემოვიღეთ ჩვენ სამოყვარულო ლიგა, ანუ დაგვემატა კიდევ დაახლოებით 30 სპორტსმენი სამოყვარულო ლიგაში. პარალელურად პროფესიონალური ლიგა დარჩა ისე, სადაც დაახლოებით ასევე 30 სპორტსმენი მყავს და წელს საერთო ჯამში გამოგვდის 10-ზე მეტი ტურნირი, რომელიც მოიცავს როგორც სამოყვარულო რეიტინგულ ტურნირებს, ასევე პროფესიონალურ რეიტინგულ ტურნირებს და გარდა მაგისა დაგეგმილია რამოდენიმე ფესტივალი და სწორედ პირველი ფესტივალი ტარდება დღეს. ანუ წლევანდელი სპორტული ფიდერის სეზონი გავხსენს ზუსტად აი ამ ფესტივალით, რომელიც ტარდება თბილისის ზღვაზე. ეხლა რატომ თვითონ თბილისის ზღვა? თბილისის ზღვა ძალიან ახლოს არის ქალაქთან, ძალიან ადვილად არის შესაძლებელი რომ მოხვდე აქ. თვითონ წყალსაცავში ძალიან ბევრი საინტერესო თევზჭერის ობიექტი ბინადრობს. ძირითადად ეს იქნება შამაია, კარჩხანა, ნაფოტაც, ასევე ვიცით რომ ბინადრობს კაპარჭინა, აღარაფერს ვამბობ იმ დიდ თევზებზე, რომელზეც ლეგენდები დადის და ხშირად იჭერენ აქ დიდი ზომის კობრებს და ლოქოებს, თუმცა კობრები და ლოქოები ჩვენს ტურნირზე ნაკლებად მოხვდება ალბათ. და რატომაც არა, ანუ ახლა წყალსაცავი გვაქვს ქალაქთან ეს ახლოს და რატომ არ უნდა გამოვიყვანოთ ეს პოლიგონი სპორტული ტურნირებისთვის. სწორედ ამიტომ პირველი სატესტო ტურნირი იქნება ფესტივალის პარკლებში, ნახავთ რეალურად რა მოხდება, რა პოტენციალს გამოამჟღავნებს თბილისის ზღვა ჩვენი ტურნირებისთვის და მე იმედი მაქვს რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, შეიძლება მომავალში აქ ვიხილოთ სამოყვარულო და ასევე პროფესიონალური ლიგის რეიტინგული ტურნირებიც. დავიწყეთ თევზაობა, ყველა მონაწილეს და ყველა კუნძულს წარმატებას. რა არის სპორტული თევზაობა? ჩვენ სოციალურ ქსელებშიც, ინტერნეტში ბევრს წერთ ამაზე, ბევრი ტურნირი ტარდება, მაგრამ მასიურად მაინც არ იცის ხალხმა რა ნიშნავს სპორტული თევზაობა. აი 6 წლის წინ მაგალითად იმაზე იცნობდნენ ხოლმე, რომ თევზი დაიჭრა და გაუშვი და საოცრად არ ყოფნიათ, მაგრამ ეხლა ცოტა შეიცვალა, ხედავ ტენდენცია. უკვე სერიოზულად აღიქვამენ ამას და ცდილობენ რომ რაღაცები ჩვენგან ისწავლონ. თვითონ სპორტი რა არის ახლა? ანუ ნებისმიერი სპორტის სახეობა საიდანაც დაიწყო, ნებისმიერი სპორტის სახეობა რაღაცა ჰობიდან წამოვიდა, ხო? ესეც ჰობის ერთ-ერთი სახეობაა, ან ჯანსაღი ჰობის თემა არის და ჩვენც იმის გამო საქართველოში არ არსებობდა სპორტული ტურნირები და არ ეწყობოდა ეგეთ რაღაცეები. ავდექით და 7 წლის წინ ჩვენთან დავიწყეთ ნულიდან ყველაფერი. ანუ ჩვენთან შევქმნით ის გარემო, რომ ისევ ჩვენ მიგვიღო მონაწილეობა გას ტურნირებში და საკმაოდ კარგად გამოგვივიდა. ეხლა რა მოგცა ამ ყველაფერმა? მე პირადად მაგალითად ბავშვობაში თევზაობდა იყო ძალიან ნაკლებად, ანუ არ ვიყავი ძალიან ისე ჩართული თევზაობაში და პირდაპირ მოხვდი აი ამ გარემოში. და რა მასწავლა ამან, ანუ როცა ხარ ტურნირზე და ეჯიბრები გვერდზე ყოფ სპორტსმენებს, ხო, შენ ცდილობ რომ შენი სტრატეგია, თევზჭერის, შენი მონტაჟი დახვეწო იმ დონემდე, რომ აჯობა სწორედ გვერდზე ვინძგიზეს. შეიძლება მარტო წახვიდე სამოყვარულო თევზაობაზე, დაждდე, კარგად დაიჭირო, ბევრი დაიჭირო ძალიან და კმაყოფილი იყო ამით. აი მე ნახე რამდენი თევზი დავიჭირე რა. მაგრამ თუ გვერდზე გიზეს სხვა სპორტსმენი და იმას შენზე ბევრი დაიჭირო, შენ ხვდები რომ შენ თავის მაქსიმუმი არ გაიკეთებდი. ანუ ვერ მოარი გასაღებები მაქსიმალურად რა შეიძლება ბევრი თევზი დაგიჭირა. და მე მეც აი თითოეულ ნიუანსებზე ფიქრი და თითოეულ ნიუანსის გათვლა, რომ შენ შეიცადო აი 5 საათის განმავლობაში მოახერხო და ამოიყვანო წყლიდან რაც შეიძლება მეტი თევზი. ეს მოითხოვს განძლეობას, ეს მოითხოვს დროის კონტროლს. სპორტსმენები ყოველთვის ზიან და ითვლიან, ანუ გადაგდებიდან ამოღებამდე აწარმოებენ თვლას, რომ თვითონ აკონტროლონ თავიანთი ტემპი. უნდა მოახერხო ის, რომ შენი მონტაჟი უფრო დიდხანს იყოს წყალში, ვიდრე ხელში გეკავოს პლატფორმაზე და რაღაცებს აკეთებდი აქ. აი ზოგი მინახე თქვა თავიდან ტურნირებზე იყო ხოლმე, რომ გადააგდებდა მონტაჟს წყალში, ამოახვდა და მე რა ვერც 5 წუთი აქ რაღაც აკეთებდა. ის 5 წუთი რეალურად დაკარგული არის. იმ 5 წუთში შეიძლება მეზობელმა 2 თევზი ამოიყვანოს და მაგის გამო შენ წააგო ტურნირი. სანამ თქვენ არ მოხვალთ სპორტში და არ მოხვდებით ზუსტად აი ესეთ პოლიგონზე, სადაც
ეჯიბრების სხვა სპორტსმენს, მანამდე თქვენ ვერ გაიგებთ რა არის სპორტის გემო და თქვენ ვერ მიხვდებით თუ რა უპირატესობა მოგცემთ და რა გამოცდილებას და ცოდნას მოგცემთ სწორედ აი ესეთ შეჯიბრებებში მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ დაძაბულია ტურნირი. ნახოთ აბა როგორი შედეგი გვქნება საერთო ჯამში. დაჭერილი თევზის რაოდენობით. შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ ტივტივის ბიჭებს შეგვიძლია, ტივტივის ფედერაციის ბიჭებს შეგვიძლია ფიდერის თევზაობა. საქართველოში წყალსაცავები საკმაოდ ისეთი ცუდ მდგომარეობაშია დღეს არასწორად თევზაობის გამო და ძალიან დიდი პრესინგისგან მეთევზეების მხრიდან. და ჩვენ ამ თევზს რასაც ვიჭერთ, ყოველთვის ვუშვებთ უკან. ეს ხდება როგორც ტურნირზე, ასევე უკვე ძალიან ბევრ სპორტსმენს ცხოვრების წესად აქვს, უბრალოდ თევზაობაზე რომ მივდივართ, ეს თევზი ჩვენ სახლში აღარ მოგვაქვს. ისე ვაბრუნებთ უკან, რომ ან სხვამ დაიჭერს, ან ისე ჩვენ დავიჭერთ მომავალში. ამას თუ არ გავაკეთებთ დღეს, ხვალ უკვე ვერც ერთი მეთევზე ვეღარაფერს ვეღარ დაიჭერს. ანუ ეს არ არის მარტო სპორტსმენების თავის ტკივილი და პრობლემა, ეს არის ზოგადად ყველა თევზაობის მოყავლის პრობლემა. უნდა შევიცადოთ, რომ თევზი რაც შეიძლება მეტი წყალში იყოს, ვიდრე წყლის გარეთ. იმიტომ რომ აღარავინ აღარ აქცევს რეალურად ყურადღებას წყალსაცავებს, აღარ ხდება წყალსაცავების გათევზიანება, როგორც უნდა ხდებოდეს. და ამას მალე თუ არ მიეხედა, ალბათ ჩვენ მივავალთ ყველანი ბუნებრივი კატასტროფის წინაშე. შეიძლება ეს აქედან არ ჩანს ნაპირიდან, რა ხდება იქ, მაგრამ ეს ისეთივე აუცილებელი რომ თევზი იყოს წყალში, როგორც რა ვიცი, ფრინველი დაფრინავდეს ცაში, ხო? მოკეთ ეგეც მისახედია. დავიჭირეთ კიდევ ერთი თევზი, 10 წუთი დარჩა ტურნირის დასრულებამდე. და მოლოდინები დიდია, ნახოთ აბა რა გამოვა. ძალიან მაინტერესებს, პირველად ვიღებ მონაწილეობას ფიდერის ფედერაციის გამართულ ტურნირში და შესაბამისად ძალიან მაინტერესებს კიდევ ერთი თევზი დავიჭირეთ. აბა ნახოთ ბოლო 10 წუთის განმავლობაში რამდენს დავიჭირთ, ეს უკვე მეორეა. მეორე თევზია, ნახოთ, თავარი აქ არის ის, რომ ყველა დაჭერილი თევზი გამოვიყვანოთ, არ გაგვიქცეს, იმიტომ რომ აქ წონაზე არის. წონა არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად ყველა თევზს აბსოლუტურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირადად გულშემატკივრობ ნებისმიერ სპორტულ თევზს შესახებობას, ეს იქნება სპინინგი, ტივტივა, კარფიშინგი თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ აი ეს ფედერაციები და კლუბები ერთად არ დავდექით და ერთად არ გაუწიეთ პოპულარიზაცია ზოგადად სპორტულ თევზჭირას, ხო, ცალკე ამას ვერაფერს ცალკე დიდ შედეგს ვერ დავდეთ. თავარი რომ ზოგადად ხალხმა, მეთევზეებმა, მოყვარულებმა დაინახონ რა არის სპორტი და ავამაღლოთ საქართველოში თევზაობის კულტურა. მე-7 წელი რა საქართველოში ტურნირები ტარდება და მსოფლიოში საუკუნე ნახევარია უკვე მსგავს ტურნირები ეწყობა და ისინი ამ სფეროში გაცლების წინ არიან. რატომ უნდა ჩამოვჩეთ სხვა ქვეყნებს ჩვენ, ხო? არანაირად არ ვართ ნაკლები, არანაირად არ აგვაქვს ნაკლები სპორტული ჟინი და პრინციპში არც ნაკლები გამოცდილება, იმიტომ რომ მინიმუმ უთევზო წყალსაცავებში ვიჭერთ იმაზე მეცხოვეს, რასაც ვიჭერთ საერთაშორისო ტურნირებზე ხოლმე. საერთაშორისო ასპარეზზე წასული სპორტსმენი, რომელიც გამოცდილებას იღებს იქ და აქ ჩამოდის, ხო? ის გამოცდილება ნაწილდება ზოგადად აი აქ და ზოგადად მთელი სპორტსმენების დონე იწევს აი ამით სწორედ. ბოლო ჩაგდებაზე მოვიყვანეთ თევზი, რა ძალიან კარგია და სასიხარულოა. ეხლა დაველოდებით ჩვენ საჯებს, დაგვიძახებენ, მივიტანთ ჩვენ დაჭერილი თევზს და აწონიან. ნახოთ აბა რა გამოვა. მიახლოვდება საჯთა ბრიგადა. კილო 730. კილო 730 გამოგვივიდა საერთო ჯამში შედეგი. საკმაოდ კარგი რაოდენობის თევზი იყო. ნახოთ აბა დაველოდებით შედეგებს. როგორ გაგვიმართლებს, იმედი მაქვს რომ რაღაც გარკვეული შედეგი დავდით. ნიკოლას ქუთიშვილი. ძალიან კარგი. ყველაზე პატარა მონაწილე
ფესტივალი დაჯილდოვდა შესაბამისი პრიზით, ძალიან კარგია. მივესალმები ესეთ გადაწყვეტილებას. ამდენი გამარჯვებული ფუთბოლისტები. და ასევე ამდენი ლაფაჩი და ბესობეიძე. ორი ტანდემი, რომელმაც ყველაზე მეტი თევზი დაიჭირა, დაჯილდოვდა შესაბამის პრიზით, ვაუჩერებით, რომელსაც გაანაღდებენ სათევზაო მაღაზიაში. გუნდი, რომელმაც დაიკავა მეხუთე ადგილი. ქული, 13 ქულა, წონა 1990 გრამი. ეს არის გუნდი ბაჩი ჩხაიძე, მამუკა დედექტორი, აჩიკო სვედაძე და მიშა ხიზანიშვილი. მეხუთე ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა 200 ლარის ვაუჩერით, რომელსაც გამოიყენებენ ერთ-ერთ სათევზაო მაღაზიაში. ძალიან კარგი. გუნდი პარადოქს ჯუნიორი, მეოთხე ადგილი. ქულა, 250 ლარიანი ვაუჩერი, რომლის განაგებაში იუტიუსებმა დაამტკიცეს, რომ აქვს უფლება იყვნენ ფიდერში ფლოტბოლის. ათაგევარი ქულა, წონა 2 კილო და 100 გრამი. ძალიან კარგი. მადლობა. გიორგი ხიზანიშვილი, აჩიკო კესიძე, იოსებ ბიჭგულოვი და ალექსანდრე უდუნიაშვილი. მედლების ბიჭებო. მადლობა. ძალიან ვაუჩერი. ოჩო. ძალიან მაგრები. პრიზები არ დაგჭეთ. გაიმართლე. აჰა. მადლობა. წავედი. მესამე ადგილი ძალიან მაგარი. უოცავ ჩვენ გუნდს. კაპიტანი. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი, რომელსაც გადაეცა 300 ლარიანი ვაუჩერი, ძალიან კარგია. ბრავო. ძალიან მაგარი. ეს არის ვივერი. ელიფივერი, დავით ორბელი. გურა პეტრიაშვილთან სადაფონაო. პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა 700 ლარიანი ვაუჩერით, ძალიან მაგარი თასით და მიულოცოთ მოკლედ, ძალიან კაი ტურნირი იყო. ჩვენმა მასპინძელმა ფიდერის ფედერაციამ ძალიან მაგარი ტურნირი ჩაატარა. ნელ-ნელა მინდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ემოციებიცგან აღარ ვიცი რა ვაკეთო, ძალიან მიხარია, რადგანაც პირველი ტურნირი არის ფიდერის ფედერაციის გამართული ფესტივალი, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა და დავიკავეთ მესამე ადგილი. თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, აუცილებლად გთხოვთ, რომ მოვიწონოთ და გააზიაროთ მაქსიმალურად ჩვენი გადაცემა. კომენტარებში თუ რაიმე გაინტერესებთ, დაწერეთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გიპასუხოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ბაჩასე, ფესტივალი დასრულდა ისე როგორც მოვლოდი პრინციპში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს სპორტი არის გუნდური სპორტი და თუ გუნდი არ გივარგა, გაგიჭირდება მოგება. თუ გუნდი ყავს კარგად აწყობილი, თუ კარგად აწყობ გუნდურ სტრატეგიას, გამარჯვება 80% შენი არის. მინდა მიულოცო ყველა მონაწილეს, ყველა გამარჯვებულს, რა თქმა უნდა, უსურო დიდი წარმატებები მომავალშიც. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აქვე ბუალინგ ჯგუფს, რომელმაც ჩაატარა პრინციპში ეს ფესტივალი ინდონეზიაზე, როგორცაც ახლა თქვენ ხედავთ. ყველას გისურვებთ, რომ ჩაერთოთ სპორტულ თევზაობაში და ერთი სლოგანი დასთავარია: დაიჭრე და გაუშვი, გაუფრთხილეთ ბუნებას.